განვიხილოთ მაგალითი გუდვილთან დაკავშირებით. კომპანია აყიდულობს კომპანია B-ს. მაგალითი განვიხილოთ. და იხდის 1,9 მილიონს. კომპანია B ფლობს, ანუ რომელი კომპანიაც იყიდება, აი ის კომპანია ფლობს ნაღდ ფულს 50,000 ლარს, მოთხოვნებს 60,000 ლარს და სხვა იდენტიფიცირებად აქტივებს, ანუ სხვადასხვა აქტივებს, რომელთა მიმდინარე საბაზრო ღირებულება 1,100,000 ლარია. გუდვილის გათვლა. შესყიდვის მთლიანი ღირებულება, ანუ რამდენს იხდის? ეს არის 1,9 მილიონს იხდის A კომპანია B-ში. მინუს, ანუ ამდენი გავიდა A კომპანიიდან. მინუს მიღებული ნაღდი ფული, ანუ რას იღებს უკან? უკან იღებს B კომპანიაში არსებულ ნაღდ ფულს 50,000, მოთხოვნებს 60,000, სხვა იდენტიფიცირებად აქტივებს 1,100,000. ანუ 1,210,000. გუდვილი წარმოადგენს მათ შორის სხვაობას 1,9 და 1,210,000 შორის სხვაობას წარმოადგენს გუდვილი და ეს არის 290,000. ნუ 290,000 არის სხვაობა შესყიდვის დროს გადახდილ მთლიან შესყიდვის ღირებულებას 1,9 და შესყიდული საწარმოს წმინდა აქტივების საბაზრო ღირებულებას შორის. აი ეს არის გუდვილი, ანუ საწარმოთა გაერთიანების დროს, შესყიდვის დროს. შესყიდული საწარმოს წმინდა აქტივების, ანუ აქტივების გაკლებული ვალდებულებები, მის საბაზრო ღირებულებასა და გადახდილ ფულს შორის სხვაობა არის გუდვილი. ეხლა რისი საბაზრო ღირებულება გავარკვიეთ? ყველა იდენტიფიცირებადი წმინდა აქტივების, ანუ აქტივების გაკლებული ვალდებულება. ოღონდ აქტივები ყველა იდენტიფიცირებადი იყო. და ის სხვაობა, რომელიც დარჩა ამ გადახდილ ფულსა და ამ წმინდა იდენტიფიცირებად აქტივების საბაზრო ღირებულებას შორის არის არაიდენტიფიცირებადი სხვა კუთხით და ამ არაიდენტიფიცირებად სხვა კუთხით ვარქმევთ სახელს გუდვილს. ოღონდ ეს წარმოიშობა მხოლოდ საწარმოთა გაერთიანების დროს და წარმოიშობა კონსოლიდირებული ფინანსურ ანგარიშგებაში. მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს არამატერიალური აქტივი. ეს არის იდენტიფიცირებადობა და აქტივი, არამატერიალური აქტივი აკმაყოფილებს იდენტიფიცირებადობას თუ განცალკავებადია, ანუ შეიძლება მისი დამოუკიდებლად გამოყოფა საწარმოდან და გაყიდვა, გადაცემა, ლიცენზირება, გაქირავება, გაცვლა, ანუ რაც ახასიათებს აქტივს. აი ეს უნდა ახასიათებდეს, უნდა შეიძლებოდეს მისი ცალკე გამოყოფა საწარმოდან, გაყიდვა, გადაცემა, ლიცენზირება, გაქირავება, გაცვლა და ასე შემდეგ. ანუ რაც შეიძლება, რომელიმე ასეთი უნდა შეიძლებოდეს მასზე. ცალკე უნდა გაძლევდეს, ანუ ცალკე უნდა მოხდეს მისი ეკონომიკური სარგებლის შეფასება. წარმოიქმნება სახელშეკრულებო ან იურიდიული უფლებებით. და ძირითადად რა თქმა უნდა ასეა, არამატერიალური აქტივები, ჩვენ ვიცით რომ ის მატერიალური არ არის თვითონ და რაღაცა უნდა მიდასტურებდეს მის არსებობას და რეალობას და უმეტეს შემთხვევაში ამას ადასტურებს სახელშეკრულებო იურიდიული დოკუმენტაცია. და რა თქმა უნდა ეს არის მთავარი საფუძველი არამატერიული აქტივის იდენტიფიცირებადობის. კონტროლირებადობა. ჩვენ ვიცით სამ ახასიათებელს უნდა აკმაყოფილებდეს, ხომ, არამატერიული აქტივი. იდენტიფიცირებადობა იყო ერთი კონტროლირებადობა. საწარმო აკონტროლებს აქტივს, თუ მას აქვს ეკონომიკური სარგებლის მიღების უფლება, ამასთან მას შეუძლია შეზღუდოს ამ სარგებლის სხვის მიერ მიღება. ეს ძირითადად განსაზღვრულია იურიდიული უფლებით, რომ ამ საწარმოს აქვს მისი გამოყენების უფლება, მისგან სარგებლის მიღების უფლება და შეუძლია აუკრძალოს სხვას მისგან სარგებლის, ანუ ეს არის ზუსტად ეს აკონტროლებს მას.
იმიტომ რომ საწარმო საკუთრებაში არსებული აი ეს ცნება ცოტა უფრო შორს არის არამატერიალური აქტივისგან. შეიძლება მატერიალურ აქტივზე ფიზიკურადაც დაიცვა ეს, რომ შენ საკუთრებაშია, მაგრამ არამატერიალურ აქტივს რო სახე არ აქვს ასეთი, მისი დაცვა ამ ფორმით არ ხდება და მისი დაცვა ძირითადად ხდება იურიდიული სამართლებრივი დოკუმენტაციით და აი ამ იურიდიული სამართლებრივი დოკუმენტაციით დასტურდება ის, რომ მას აქვს კონტროლი მასზე და სხვას აუკრძალოს ვთქვათ მისი გამოყენება. მომავალი ეკონომიკური სარგებელი. აი ესეც საქონლის მომსახურების გაყიდვიდან, ამონაგებიდან ან ხარჯების ეკონომია. გააჩნია რა არის ეს და რაში ვიყენებ მე მას. შეიძლება ის პირდაპირ მაძლევდეს მე ეკონომიკურ სარგებელს, ვთქვათ რაღაცის ნებართვა, მაგალითად საქმიანობის ნებართვა. ლიცენზია, რომელიმე საქმიანობაზე. პირდაპირ მაძლევს, მაგალითად განათლების საქმიანობა რო ვაწარმო, სამედიცინო საქმიანობა რო ვაწარმო, ჭირდება შესაბამისი ნებართვა. ჩვენი კანონმდებლობიდან ვამბობ, ხო? ანუ ეს არამატერიალური აქტივი პირდაპირ მაძლევს მე სარგებელს, იმიტომ რომ გინდ მერხი არ მქონია განათლების დროს, გინდა პედაგოგი არ მყოლია შესაბამისი და გინდ იმის უფლება არ მქონია რომ ვაწარმო ეს საქმიანობა და პირდაპირ არის დაკავშირებული ამ სარგებლის მიღებასთან. თუმცა მას შეიძლება არაპირდაპირი სარგებელი მოგიტანოს, არამედ ირიბის სარგებელი მოგიტანოს, ან ხარჯის ეკონომია გაგაწევიოს. ანუ არამატერიულ აქტივებს თავის ბუნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა მხრიდან შეუძლია სარგებლის მოტანა. ანუ სარგებლის მოტანა არამატერიულ აქტივებს შეუძლია სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა საშუალებით. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი სახის არამატერიული აქტივი იქნება. ამ ეტაპზე ჩვენ საუბრობთ ზოგად მახასიათებლებზე და ამის შემდეგ განვიხილავთ კონკრეტულად რომელიმე არამატერიულ აქტივებს, ანუ რამდენიმე მათგანს. იდენტიფიცირებადი არამატერიული აქტივები. მაგალითად, პატენტი. ანუ რამდენიმე არამატერიულ აქტივზე გვექნება შეხება. პატენტი. კანონით მიღებული უფლება მფლობელმა გამოიყენოს, აწარმოოს, გაყიდოს, გააკონტროლოს პატენტით შემოსაზღვრული საგანი, პროცესი ან საქმიანობის სახე და იმავდროულად აუკრძალოს იგივე ქმედების განხორციელება სხვა პირს. ანუ თვითონ აი ამ ასე ვთქვათ გამოგონებას ის შეიძლება ვერ იცავდეს სხვა ფორმით, ანუ დაინახა, ნახა, გაიგო, სხვამ გაარკვია, სხვამ და ისიც აკეთებდეს, ვთქვათ, იგივეს, აწარმოებდეს. ნუ ეხლა არსებობს ესეთი ტერმინი მენეჯმენტში ჩვენ მე ამას ვეხებით, უკუინჟინერია. და ასეთ რამ ხდება პრაქტიკაში, ვთქვათ, ახალ რაღაც გამოგონებას დარგის სფერო სპეციალისტ, რომელიც დაინტერესებული ამით, იყიდის და მას შეუძლია დაშალოს ის, ნახოს მთელი პროცესი და მერე მოახდინოს მისი შესაბამისად ამას ეძახიან. ვთქვათ, სხვადასხვა ფორმა არსებობს. არა, რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ არა, კანონით თითქოს იკრძალება, თუ კი იმ მხარეს დაცული აქვს კანონით ეს უფლება. და აი ამას გულისხმობს პატენტი. დაპატენტებული აქვს, ხო გაგიიგიათ? ანუ ეს უფლება თუ მას დაცული აქვს, მაშინ იკრძალება კანონით მისი. აი ამ უფლების დარღვევა იკრძალება კანონით, თორე შენ რაღაცა ჭკუა ამუშაო და გინდა ხერხი გამოიყენო იმის რომ როგორ გაარკვიოს, ვიღაცამ რაღაცა ყოველთვის ასე ვისწავლეთ, ხო, რაღაციდან მოდის, მაგრამ გარკვეული პერიოდით, გარკვეული ვადით დაცულია ეს უფლება. აი მაგალითად საავტორო უფლება პროგრამაზე, სახელმძღვანელოზე და ასე შემდეგ. თუ ის დაცულია, მაშინ არის დარღვევა, კანონ დარღვევა, მისი გამოყენება, თუ დაცული არ არის, მაშინ ღია გაქვს შენ ეს და ეს არ არის კანონ დარღვევა. ეს სხვა საკითხია კიდევ ვთქვათ, მორალი და ეთიკა და ეს კიდე სხვა საკითხია, მაგრამ კანონ დარღვევაზე როცა საუბარი, დაპატენტებული თუ არის, მაშინ აქვს მას კანონი დარღვეული, თორე ახლა სხვა კუთხით ჩვენ აი ჩვენს რეალობაში ამ საკითხებს არ ქონდა ასეთი პრაქტიკული დატვირთვა ადრე და არ ვიყავით ჩვენ საზოგადოება მიჩვეული ამ წესებს ასე. სახელმწიფოს ქონდა საკუთრებაში რაღაცეები და თქვა სახელმწიფო თვითონ იძლეოდა უფლებას ან არ იძლეოდა უფლებას მის გამოყენებაზე, მაგრამ პიროვნულ ურთიერთობებში გარდა საავტორო უფლებისა და პატენტები არსებობდა და საავტორო უფლებები არსებობდა. დანარჩენი იქეთ ნაკლებად იყო ასეთი რაღაცა გამოყენებული ჩვენს პრაქტიკაში. ეხლა ცოტა თემაა ისეთი, რომელიც ძალიან მინდა თქვენ არ დარჩეს ეს თემა სადმე გამოკიდებული ჰაერში და თქვენ არ დარჩეთ ცალკე. აი ეს აუცილებლად რაღაცა ფორმით უნდა მოვიდეს ეს თემა ჩვენამდე. მახსოვს მე არ ვიცი ხა თქვენ გახსოვთ თუ არა, პირველად ჩვენი ხელოვნების მუშაკების ასე ვთქვათ ძალიან პრიმიტიული პროტესტი რაღაცასთან დაკავშირებით და
მახსენდება ერთ-ერთი, ეხლა არ მინდა პირდაპირ სახანდაგვარ მოვიტან, მაგრამ თქვენ შეიძლება გაგახსენდეთ ისე მაქვს საუბარი. ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მომღერალი, რომელიც გამოდიოდა და ძალიან გულწრფელად ამბობდა. ჩემს სიმღერებს სხვადასხვა დისკები იყიდებოდა ეს და კომერცია იყო გაჩაღებული, ეს ძალიან ცუდი ესეთი პერიოდი იყო. გაჭირვების პერიოდი იყო და მასაც უჭირდა და ყველა ასეთ მუშაკს უჭირდა მაშინ, ასეთ სპეციალისტს და ჩემს სიმღერებს ფულს შეულებენო, ყიდიანო და ასე შემდეგ ყველგანო, მაგრამ აი ამის პრეტენზია კი არა მაქვს. არ დავეძებო ისევ ფული ოღონდ ასეთი ხარისხით ნუ მაგონებენ ყველგან სამდენ ბაზარში შევალ და ყველგან ასეთი ხარისხის ჩანაწერებს რომ დამახინჯე ხო არა ესენი მერე მოვიდნენ ეს ძალიან სერიოზული მომღერლები იყვნენ მანამდე ვინც იყო იმაზე მაქვს საუბარი და მაშინ არ იყო ასეთი ფორმა კომერციული ნიშანი ამაში ამდენი არ იყო მაშინ იწყებოდა თუმცა მე ეს რატო გითხარით ამას თავის გაგრძელება მოყვა მერე და მაშინაც ვიფიქრე როცა მე ეს მოვისმინე რომ რამდენად არ ესმის ადამიანს, აი რამდენად გულწრფელად ამბობდა იმას და სინამდვილეში ის არ ფლობდა როგორც ჩანს იმ დროს შესაბამის ინფორმაციას ბოლომდე და არ ქონდა გათავისებული რომ მას სხვა უფლებები შეეძლო წამოეწია წინ და ძალიან მალე იგივე მომღერალიც და სხვაებიც მე ძალიან მალე გამოვიდა უკვე ასპარეზზე და ძალიან ბევრმა დაიწყო თავისუფლებების დაცვა და არა მარტო ანუ მაშინ ეს პირველი განცხადება იყო და ძალიან ისეთი გულწრფელი პრიმიტიული განცხადება მაგრამ მე ამას მოყვა ძალიან სერიოზული სხვანაბიჯები და დღეს ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა სფეროში რომელშიც არ იყო უბრალოდ ჩვენი საზოგადოება მიჩვეული ადამიანი წიგნს რო დაწერდა და ხა თქვენ წარმოიდგინეთ ხა გამსახურდიას დონის ვთქვათ წერალი ანუ ნებისმიერი სხვა ჩვენ ძალიან ბევრი ყავს ასეთი წერილები რომელსაც რაღაც შედევრები შექმნეს და თავის დროზე ამაში კაპიკები იძლეოდა. ანუ ეს ყველაფერი ჩვენ მიჩვეული ვიყავით საზოგადოება ამას რომ ჩვენ მთელი საზოგადოებისთვის ვარსებობდით, ქვეყანა ერთიანი იყო და ყველას თუ იმეს ნიჭი, გონება, შესაძლებლობა ჰქონდა, ესეც სახალხო იყო, ასე ვთქვათ, საერთო სახალხო საკუთრების ცნება არსებობდა. ესეთი და ასე ვიყავით ყველა დაპროგრამებული რომ ნიჭიც, გონება, ესენი ყველაფერი იყო სახალხო და ამიტომ ადამიანებს არ ჰქონდა ამის პრეტენზია რომ მე შევქმენი ეს კი ჰონორარი ეძლეოდათ, მაგრამ ესეც იყო ძალიან მიზერული და თქვენ ალბათ ღევანდელ რეჟისორებისთვის არ მოგისმენიათ, რომ აი დიდი რაღაც ძალიან სერიოზული ფილმებია შექმნილი აი წარსულში და ხანდახან გამოდის მის რეჟისორ და ამბობს ამის ჰონორარი რო ავიღეთ და წავიდეთ რაღაც სახინკლეში ერთი ხო და ხო ნუ აი ეს იყო სიმბოლური ყველგან საბჭოთა კავშირში და ეს იყო სიმბოლური იმიტომ რომ სხვა ხო მაგრამ დღეს თქვენ იცით აი ჩვენი მსახიობები ჩვენ ძალიან მაღალი დონის მსახიობები და ხელოვნება ახლა კი ვიტრაბახოთ ხანდახან მაგრამ მართლა გვყავს ახლა ვთქვათ ჩარლი ჩაპლინი და ლუი დე ფინესი და რიშარი და ასე შემდეგ ძალიან სერიოზულად მიიჩნევა მაგრამ არანაკლებები გვყავდა ჩვენ უბრალოდ არ მოხდა მისი აღიარება იმ ფორმით და ჩვენ არა გვაქვს და არ ყოფილა ასეთი რამ და არ იყო ეს ასე თუმცა დაცული არ იყო ვთქვათ ეს დღეს ძალიან აქტიურად ხედავთ დღეს ძალიან დარე ხარისხის ასე ვთქვათ ნაწარმოებით თუ ქვია და ხელოვნების ნიმუში თუ არ ვიცი ახლა ესეც სადაო ალბათ მე არა ვარ მაგის სპეციალისტი მაგრამ ჩვენ ისე ვართ მსმენელები ვართ ვთქვათ მკითხველები ვართ რაღაცის და ძალიან ვთქვათ ვერ შეადარებ ამას მაინც დრო გამოცდის ამას მაინც წლები ჭირდება და რაღაცა მე რჩება რაღაცა ქრება და თავისთავად არის რაც რჩება ის არის ჭეშმარიტი და ის არის რეალური და ჩვენ გვაქვს ასეთი დარჩენილი ბევრი რაღაცა რომელიც საუკუნეებს გაუძლო მოვიდა აქამდე და ნამდვილად ის არის ხო მე თითქმის სახალხო ხდება კი არის ცნობილი მისი ავტორები მაგრამ მე ეს ავტორობაც იკარგება ხო გარკვეული წლების მერე ასია დღესაც დღეს შეიძლება ვიღაც ასეთი არსებობდეს იქმნებოდეს ასეთი რამ მაგრამ ვიდრეა დაცული ეს უფლება მანამდეა ის საკუთრება მე როცა ეს სამის დღემჩიო დაცვა არ ხდება და სხვადასხვა არც ავტორო უფლების დაცვა არ ხდება სამის დღემჩიო შეიძლება მემკვიდრეებმა გააგრძელოს მისი დაცვა მაგრამ ასე არ ხდება ხა ვერცხლოვანზე არავის არ აქვს ავტორო უფლება დღეს ხო და ეს საერთო სახალხო ასე ვთქვათ საკუთრებად რჩება სახელმწიფოების საკუთრებად რჩება და ვიდრე არ ხდება ამ უფლებების დაცვა და ჩვენ ვიცით რომ არ ქონია ასეთი უფლებები დაცული აი მე მაგალითად ერთხელ ასეთი მაგალითი მოვყევი თქვენთან არ მახსოვს ზუსტად მოვყევი თორე მაგრამ გავიმეორებ ახლა ერთ-ერთი ჩემი კოლეგა უბრალოდ მე შემიძლია პირიქით თქვა მე ვარ მისი კოლეგა იმიტომ რომ ძალიან კარგი და დიდი სპეციალისტი იყო ყოველთვის და ძალიან ფასეული რაღაცები აქვს შექმნილი იმ ადამიანს და როცა აი ეს ახალი პროცესები წავიდა არ ჩანდა ეს ადამიანი ამ სფეროში აღარ ჩანდა უკვე და
იმის ნაწერს ყველას ერთი სულის ველოდით, რომ აი როდის დაწერდა ეს ადამიანი რაღაცას, იმიტომ ძალიან ჭკვიანურად წერდა ყოველთვის. და მე აღარ ჩანდა უკვე ამ სფეროში და ერთხელ აი ვიწრო წრეში ვარ და მოვიკითხე ეს ადამიანი სად არის მე რატო აღარ ჩანს, რატო აღარ აქტიურობს ამ სფეროში. ის სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა მაშინ. მაგრამ მეცნიერი იყო ძალიან სერიოზული. და მაშინ მითხეს ასეთი რამ, რომ არა უკვე აღარ მუშაობს ამ სფეროშიო და მაშინ ძალიან სერიოზული გაჭირვება იყო და როგორ ირჩენს მეთქი თან და იცით თუ მისი ოჯახი არის ჰამლეტ გონაშვილის შთამომავალი ის და მისი ჩანაწერების ჰონორარი აქვს ძალიან სერიოზული და თქვენ იცით რომ ჰამლეტ გონაშვილი ძალიან სერიოზული მომღერალიც იყო და მისი ერთ-ერთი სიმღერა კოსმოსში დაგაგზავნა ხო ძალიან სერიოზული და ეს იყო ძალიან ადრე წლები და მაშინ ვიფიქრე აი ჭკვიან ადამიანს რომელსაც თან ეს სპეციალობაც თავისი იყო ძალიან სერიოზულად ესმოდა ვთქვათ ეკონომიკური მხარე ამისი და ძალიან მალე ადრე დაინახა როგორ ჩანს ეს რესურსი რომელიც იყო შიგ და მოუარა ამ საკითხს და მაშინ ამ საკითხებზე მაინდა-მაინც ბევრი არ მუშაობდა რომ ვთქვათ ვიღაცას ავტორ უფლებები დაეცვა და იქიდან შემოსავლები მიიღო ამიტომ როცა შენ დღეს ეხლა ეს აღარავის აღარ აკვირვებს დღეს აი პროდიუსერობა ეს ძალიან სარფიანი და მომგებიანი საქმეა და ჭკვიან ადამიანებს პირიქით ნადირობენ მასზე და ეს ბევრ ქვეყანაში ძალიან სერიოზული შემოსავლის წყაროა და არ უშვებენ ხელიდან გინ სპორტი იყოს, გინ ხელოვნება იყოს, გინ ნებისმიერ ამაში და ასე ვთქვათ ეპატრონება მას პირები, ფირმები და ასე შემდეგ და იქიდან სერიოზულ შემოსავლებს ღებულობენ. ჩვენთანაც არის განვითარებული დღეს თუ მინდა აი სამოდელო ბიზნესებით, გინდა ეს ხელოვნება, სპორტი და ასე შემდეგ, ბევრ სფეროში ასე. მე არ ვამბობ რომ ეს ცუდია. ამას თავისი მინუსი აქვს, თავისი პლუსი აქვს, ერთი მხრივ შეიძლება იქ მიზნობრივი სწორი დაფინანსებები მიდის თავის დროზე, თორე ჩვენს გარემოში ბევრი ტალანტი იკარგება, ხო? და ის ვინც დებს იმაში სწორად დაფინანსებას, იქიდან ღებულობს მე შედეგს რომელსაც კომერციაა რა პრინციპში. ვერ იტყვი რომ უსამართლოდ მიიღო, უსამართლოდ ითხოვს მისგან ამ შედეგს, თუმცა ხელი შეუწყო მის განვითარებას და ბოლო-ბოლო ფულს ვინ გაიყოფს ბოლოში, მაგას შეიძლება არსებითი მნიშვნელობაც არ ქონდეს საზოგადოებისთვის მაინც ის მნიშვნელობა რომ ტალანტები არ დაიკარგოს. და მიიღოს საზოგადოება მის რაც უნდა მიიღოს და ამ ხრივ პლუსია ეს და კარგია. და მე მაგალითად მივესალმები იმას რომ ჩვენ საზოგადოებაში თუ კი იქნება ამ ხრივ განვითარება, მით უმეტეს რომ ძალიან ბევრი ასე კი, დაიწყო, ძალიან სერიოზულად დაიწყო. ისე როგორც ყველაფერი ცოტა სტიქიურად ვითარდება ჩვენთანაც და ხო იცი ადამიანის ქართველების ხასიათი ცოტა სხვანაირია და აი ქიშპი რაღაცა მიდის ამაში. თუმცა აი მე მახსენდება პირველი ამის ჩანასახი იყო ასეთი სტუდია იყო მე მგონი მაშინ კონცერტებსაც მართავდა სახელს ვეღარ ვიხსენებ არტ რაღაცა ხო ჯგუფი სხვა არის კიდე ხო აი რაღაც იყო ასეთი რომელმაც იყიდა ასე ვთქვათ მომღერლების ასე ვთქვათ შემოქმედება გარკვეული წლებით და კონცერტებს მართავდნენ მის სახელით და იქიდან შემოსული რა თქმა უნდა იყო ამ სტუდიის თუმცა იქიდან ღებულობდა რაღაც მაგრამ მათ არ ქონდათ უფლება სხვაგან ნუ ეს რაღაცა მაგალითია რაღაც ჩანასახი იყო ცოტა ვერ გაამართლა მაშინ მენეჯმენტი არ იყო ძლიერი იმ დროს და არც გამოცდილება არ იყო მაგრამ ანალოგიური რაღაცები ხდება ну ერთი სიტყვით რაღაცა პროცესები მიდის ჩვენ რაღაც პროექტებს ხედავთ რაღაც პროცესები მიდის ჩვენ ხედავთ ძალიან ბევრ პროექტს საქართველოში და ისინი უმეტესობა არ არის საავტორო უფლებით ქართული ანუ ის გარედან შემოდის თორე ანალოგიური პროდუქტები სხვაგანაც არის და შემოდის ეს და ყიდულობენ ამას ანუ ასე ყიდვა გაყიდვები ბევრ რაღაცის მიმდინარეობს ახლა როგორც ვთქვით ამას თავისი რაღაც მინუსებიც აქვს იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნებიან და გვასმენინებენ და გვეუბნებიან და გვარწმუნებენ რომ გინდა თუ არა ეს არის და საუკეთესოა მაგრამ ყურია ხო ანუ და თვალია და ხო ადამიანს შეუძლია საბედნიეროდ საზოგადოებას რომ რეალურად შეაფასოს თვითონ რა არის ნამდვილად საუკეთესო თუმცა იმასაც თავისი ზეგავლენა აქვს ერთი სიტყვით თქვენ მომავალი თაობა ხართ ამაში ამ წუთში ჩვენ საუბრობთ ეკონომიკურ ნიშანზე ამ წუთში თქვენ შეიძლება რომელიმე ასეთი კომპანიის ბუღალტრები იყოთ მაშინ თქვენთვის არამატერიალური აქტივი მთავარი თემაა. ხები გვაქვს? პატენტი არის კანონით მიღებული უფლება, მფლობელმა გამოიყენოს, აწარმოოს, გაყიდოს, გააკონტროლოს პატენტით შემოსაზღვრული საგანი. ოღონდ დააკვირდით ახლა აქ არის საგანი, პროცესი, საქმიანობის სახე და იმავდროულად აუკრძალოს ეს სხვას.
ანუ რის ყველაფერი დაპატენტება კი არ შეიძლება და ანუ ერთი პატენტი კი არ არსებობს, ეს სიტყვა სხვა რამებიც არსებობს. ანუ პატენტი მოერგება რაღაც გამოგონებას, რომელსაც საგნის სახე აქვს, საქმიანობის სახე აქვს და პროცესის სახე აქვს. აი ამას შეიძლება მოერგოს სიტყვა პატენტი. და შენ ეს დაპატენტებული გაქვს, ეს ძირითადად არის ტექნიკური, გამომგონებლითი, საინჟინრო და ასე შემდეგ. ძირითადად მას შეიძლება ჰქონდეს მატერიალური სახით, ანუ ის გამოვლინდებოდეს რაღაც მატერიალური სახით. თუმცა ის რითაც გამოვლინდება, ის მატერიალური სახე ვერ იქნება თვითონ უშუალოდ პატენტი. პატენტი მაინც იქნება იმის წკეთების უფლება და არა თვითონ ის. მაგალითად იყო ერთი ასეთი შეკითხვაც. ერთ-ერთმა ჩვენმა ქარხანამ რაღაც შეკვეთით და მას ჰქონდა გარკვეული პერიოდი სერიული შეკვეთა იყო, მაგრამ ჰქონდა მაინც შემოსაზღვრული ეს სახელშეკრულებო უფლებით. გამოიგონა, ასე ვთქვათ, შექმნა რაღაც ახალი პროდუქტი. და ეს პროდუქტი ეს ყვებით პროდუქტი არ იფიქროთ. ეს იყო რაღაც გამოგონება ტექნოლოგიურად. ის იყო რაღაცის სინთეზი, მაგრამ სინამდვილეში შეიქმნა ახალი სახე. მას ჰქონდა ძველი რაღაც გამოგონებები და იქედან გამოიგონა ეს ერთი. თუმცა აი იმის შექმნის დროს წავიდა სერიოზული დანახარჯები. და ვთქვათ, ეს ერთი, რომელიც სახე მიექცა. თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვთქვათ, ეს იყო ავტომობილი. ეს იყო ჩარხი. ეს იყო ვთქვათ რაღაც პროდუქტი, რომელიც მან შექმნა. აი იმის ჩამოყალიბებას რომ მიიღო მას საბოლოო სახე, საკმაოდ სერიოზული დანახარჯები დაჭირდა. რატომ? მას დაჭირდა რამდენიმე მცდელობა, დამუშავებები, გათვლები და ასე შემდეგ და ის ერთი რამ რომ მიიღოთ, ამას დაჭირდა სერიოზული დანახარჯი და მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო მისი ღირებულება, თვითღირებულება. მაგრამ ის ერთი ხომ გამოუშვეს, მერე ამის მიხედვით გამოუშვეს დანარჩენიც. და კითხვა იყო ასეთი. ხო. კითხვა იყო ასეთი. აი ეს დამიჯდა 100.000. დანარჩენი მიჯდება 30.000 და რა ვქნა ახლა ამ ერთს მივცე 100.000 ღირებულებაო? როგორ ფიქრობთ თქვენ? ანუ სინამდვილეში, აი ის ერთი ჩარხი, ან ეს ერთი ავტომობილი კი არ დაჯდა იმდენი. გამოგონება დაჯდა იქ იმდენი. ანუ აი იქ იყო არამატერიალური, მაგრამ ფიზიკურად რა ჩანდა? ფიზიკურად ჩანდა თვითონ ის ნიმუში. რაც შეიქმნა ამ გამოგონების შემდეგ და თვითონ ეს დაჯდა ამდენი. ამიტომ წეღა რო გეუბნებოდით, შეიძლება ამას მატერიალური სახეც კი ქონდეს თქო. ამ შემთხვევაში შენ ამ მატერიალურ სახეში უნდა დაინახო ორი რამ. აი ამ მატერიალური სახის ჩამოყალიბება დაჯდა კიდე რაღაც დანახარჯი, რომელიც თავის ბუნებით არამატერიალურია და ამას არ უნდა ეხებოდეს ის დანახარჯი. ის არის არამატერიალური ქონება, გამოგონება, რომელიც უნდა დაპატენტდეს და დაპატენტების დროს მას შეიძლება დაჭირდეს ნიმუშის წარდგენა. და ეს იქნებოდა ის ნიმუში, რომელიც, მაგრამ ეს ნიმუში კი არ იქნებოდა მუზეუმში დადებული, არამედ ეს ჩვეულებრივად გაყიდვაში, სერულ გაყიდვაში წავიდა, მაგრამ თვითონ წარმოდგენა ამისი იყო აი ამ გამოგონებით. და მე აი ამაში მინდა დაგანახოთ, რომ ეს კითხვაც ბუღალტერმა დასვა. და ამიტომ გეუბნებით ეს საკითხი არ არის თქვენგან შორს და თქვენ რომ დაგიდგებათ ეს კითხვა მანამდე შეიძლება რაღაცა დანახული ქონდეს. სხვადასხვა გვიან დასვა ეს შეკითხვა. წასული იყო ეს ყველაფერი ის პროცესები აღრიცხული ქონდა. მერე მიხვდა ასეთ თემების განხილვის დროს, როცა ასე იჯდა და მსჯელობით ამ საკითხებზე, თვითონ მიხვდა, მერე რომ არ ქონდა სწორად ეს თავის დროზე აღრიცხული და ასახული. და ხა ჯობს გვიან მინდა არასდროს, მაგრამ როცა შეხედა თავის პროცესებში იყო ეს პროცესი და მერე შეხედა თვითონ ამას, რომ ეს თავის დროზე არ იყო სწორად აღრიცხული. თქვენ ახლა მეთანხმებით მე რომ რა თქმა უნდა ეს ღირებულება არ მოიცავდა თვითონ იმ ტექნიკური რაღაცის შექმნის ღირებულებას. აქ სხვა ღირებულება იყო, რომელიც უნდა აღრიცხულიყო აბსოლუტურად სხვანაირად. როგორ ამას აგერქევით ნახავთ. ესე იგი პატენტი კანონით მიღებული უფლება რაღაც საგნის პროცესის წარმოების თუ საქმიანობის თუ ასე შემდეგ, ოღონდ აი ეს უფლება მისია და ამავე დროს ის იყენებს მას, მაგრამ მას ასევე აქვს უფლება აუკრძალოს სხვას ეს. როგორც ვისაუბრეთ წეღან, თუ ეს არის კანონით დაცული და თუ არ არის კანონით დაცული, მაშინ შენ ვერ უკრძალ, ვერ εδავები სხვას. საავტორო უფლება. საავტორო უფლება ეხება ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში ნაშრომების ავტორების
კანონით გარანტირებული უფლებები საკუთარი ნაწარმოების მონოპოლურ გავრცელებასა და ტირაჟირებაზე. აი ეს არის მისი განმარტება. ანუ ჩვენ რომ ვთქვათ ეხლა მე გამოვიგონე ეს და ამაზე საავტორო უფლება მაქვს დაცული, არ იქნება სწორი გამონათქვამი. ანუ აი ეს შეიძლება იყოს პატენტი, მაგრამ არა საავტორო უფლება. და საავტორო უფლება შეეხება ლიტერატურულ, მუსიკალურ, ხელოვნების შედევრებს, შედეგებს და აი ამაზე შეიძლება იყოს დაცული საავტორო უფლებები. ესე იგი, სწორი ტერმინოლოგიის გამოყენებასაც მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს კანონები ამის თაობაზე, არსებობს შესაბამისი სტრუქტურები, სადაც ხდება ამ უფლებების დაცვა და ჩვენ კიდეც რო წარმოვადგინოთ არასწორად ეს ინფორმაციები, ალბათ იქ აასწორებენ ამას და არ მოუქცევენ შესაბამის დოკუმენტს, ანუ სწორად მოხდება ამის დაცვა. და თანდათანობით აი ახლა მე რატომ გავაკეთე ყველაზე მთავარი აქცენტი იდენტიფიცირებაზე. იდენტიფიცირებადობის საკითხი არის სუფთა თქვენი, კონკრეტულად ჩვენი პროფესიული საკითხი და რატომ ჩვენ დანახარჯებს ვეწევით საწარმოში, მაგრამ ზოგჯერ არ ვახდენთ მის სწორ იდენტიფიცირებას. ზოგჯერ ხარჯებში ვაღიარებთ რაღაცას, რაც შეიძლება იყოს არამატერიალური აქტივი. იმიტომ რომ ვერ ვხედავთ შედეგს. შედეგს რომ ვერ ვხედავთ, დანახარჯი გავწევ, ფული დაიხარჯა და შედეგი რა ხარჯია, თუ არ არის აქტივი, მაშინ ხარჯია და რომ ვერ დავინახე ის აქტივობა, იმიტომ რომ მატერიალური არ იყო, შემეშალოს შეიძლება და ჩავწერო ხარჯებში. აი ამას აქვს ყველაზე მთავარი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი კუთხით. და რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ვერ ვიქნებით ჯერჯერობით არამატერიალური აქტივების შემფასებელი სპეციალისტები, ამას კიდე სხვა რამე ჭირდება, მაგრამ რომ დავინახოთ ამაში რაღაც აქტივის ბუნება, აი ეს კი მოგვეთხოვება ჩვენ და ზუსტად ამაზე ვსჯელობ. ეს არის მთავარი ამ თემაში, თორე გატარებები იქეთ მე ცოტა უფრო მეორე ხარისხოვანი. ესე იგი, რა არის საავტორო უფლება? ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში ნაწარმოებების ავტორების კანონით გარანტირებული უფლებები საკუთარი ნაწარმოების მონოპოლიურ გავრცელებასა და ტირაჟირებაზე. აი ეს საავტორო უფლებები დღეს ხშირად გვესმის, ხო? აი დღეს დავებიც კი არსებობდა ჩვენ საზოგადოებაში, მაგალითად, რომელიღაც სიმღერაზე, ცეკვაზე და ასე შემდეგ, ესეთ გახმაურებული დავებიც კი იყო, რომ დაობდნენ ამის საავტორო უფლებებს. რატო თავის დროზე შეიძლება სულ არ გახსენებია, მაგრამ როგორც კი კომერციული ნიშანი ამაში ჩაიდო და მეორე ადამიანს მაინც შინაგანად აი ეს სახელის, აი ეს მაინც აქვს, რომ ვიღაცის სახელზე რატო როცა ჩემი სახელის იყო ეს, აი ამაზე წავიდა მე ერთგვარი მოთხოვნები. თუმცა ჩვენთანაც რომ ყოფილიყო ეს თავის დროზე დაცული და ჩვენ საზოგადოებას ქონოდა, ვთქვათ, აი ამის მოთხოვნილება ადამიანებს ქონოდა ეს თავის დროზეც იქნებოდა ეს სერიოზულად დაცული და ამას ყურადღებას მიაქცევდა. თუმცა დაცვასაც ხარჯები უნდა. დანახარჯებთან არის ეს დაკავშირებული და ესეც გათვლა უნდა უღირდეს ამის დაცვა. ფრანჩიზი. და მე ვიმსჯელოთ მაგ საკითხზე. ფრანჩიზი ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული სამარკო ნიშნების და სხვა აქტივების, არა მარტო სამარკო ნიშანზეა საუბარი, სამარკო ნიშნების და სხვა აქტივების სხვაზე, ანუ მისი კუთვნილად არის, სხვაზე, სხვა პირზე, ანაზღაურების საფუძველზე გადაცემა. გაყიდვაზე არ არის საუბარი, გადაცემა. მათი პირდაპირი დანიშნულებით, ანუ ამას აქვს თავისი მოთხოვნილება და სანამ არ დავასრულებ განმარტებას, მანამდე სრული არ არის ეს. ანუ მათი პირდაპირი დანიშნულებით, გამოყენების პირობით. ეს გადამწყვეტია ფრანჩიზში. ანუ აუცილებლად ამ დანიშნულებით გამოყენების პირობით და მიწოდებული საქონლის მომსახურების ხარისხის დაცვით. ფრანჩიზი ყოველთვის დაკავშირებულია საქონლის მომსახურების, საქონლის მიწოდების მომსახურების გაწევასთან. ანუ ეს არის პროცესთან დაკავშირებული საკითხი. აი ამ შემთხვევაში შეიძლება ეს და ხშირად, რა თქმა უნდა, სამარკო ნიშნებით არის დაცული მეორე მხარის მიერ. მაგრამ აქ მარტო სამარკო ნიშნის გამოყენებაზე არ არის საუბარი. და არა მარტო სამარკო ნიშანი თვითონ საქონლის. აი მაგალითად, კოკა-კოლას აქვს საქონელს სამარკო ნიშანი. ამ შემთხვევაში საქონლის სამარკო ნიშანით კოკა-კოლა გახლავთ და მისი საფირმო სახელწოდებაც კოკა-კოლა გახლავთ. ანუ ამ შემთხვევაში ემთხვევა ეს ორივე ერთმანეთს. თუმცა ფანტა სამარკო ნიშანია, მაგრამ საფირმო სახელწოდება სხვა არის. ანუ
აი ეს მინდა გაარკვიოთ და გაარჩიოთ ერთმანეთისგან. სამარკო ნიშანი შეიძლება გააჩნდეს საქონელს. საფირმო სახელწოდება ეს კიდე სხვა რამე, ანუ ფირმა თვითონ რითი გამოდის. სამარკო ნიშნით შეიძლება ბევრი საქონელი გქონდეს თვითონ საწარმოს. აი ახლა ჩვენ ფრანჩიზზე ვსაუბრობთ. ფრანჩიზი როცა არსებობს საერთოდ, ის არ მოიცავს მხოლოდ სამარკო ნიშნის გამოყენების უფლების გადაცემას. ის მოიცავს სხვა აქტივებზე, არა მარტო სამარკო ნიშნაზე, და სხვა აქტივებზე, ან სხვა აქტივებზე არ ყოფილი. სამარკო ნიშნებზე და სხვა აქტივებზე. ანაზღაურების საფუძველზე გადაცემა, ამის უფლების გადაცემა. მაგრამ აქ მთავარია, მათი პირდაპირი დანიშნულებით გამოყენების პირობით. აუცილებლად ისე უნდა გამოიყენოს, როგორიც არის მისი პირდაპირი დანიშნულება და მეორე მხარეს უფლება არ აქვს შეცვალოს რაიმე შიგ. აი ეს ამთავარი, რაში? საქონლის მიწოდებაში და მომსახურების გაწევაში. აი ესაა აქ მთავარი. საქონელს კი არ შეცვლის, საქონელს არ ცვლის. ძირითადად ეს არის საქონლის მიწოდების პროცესში და მომსახურების გაწევის პროცესში გამოყენებული არამატერიალური აქტივი. პროცესი არის საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევის და არა წარმოების. ამ შემთხვევაში კოკა-კოლა იწარმოება კიდეც ჩვენთან. და ის ამ ნიშნით აწარმოებს, მაგრამ იქ არის აუცილებლად ტექნოლოგიაც კიდე. ტექნოლოგია, რომელიც რა თქმა უნდა არ გაუყიდია მეორე მხარეს და არც მისი საიდუმლო. ანუ იქ რეცეპტია, ფორმულაა, იქ კიდე სხვა რაღაცეებია ჩადებული შიგ და ანუ ამ შემთხვევაში კიდე ერთხელ გიმეორებთ, ეს არის მომსახურების გაწევის, საქონლის გაყიდვის რაღაცა სახე, ჩამოყალიბებული ერთობლიობა ამისი, რომელიც ისე უნდა იქნას, როგორც აქვს მის ავტორს. რა არის მაკდონალდსი? რა არის მაკდონალდსი? აი, გეკითხებით, შიგ რა არის განსხვავებული? ცალ-ცალკე რო აიღო, შიგ რა არის განსხვავებული? ხო, ისეთი რომელსაც სხვაც დაამზადებს, ხო? თუმცა, აი თვითონ შიგ, აი მაგალითად პოპული ავიღოთ. პოპულის ქსელი. თქვენ სადაც არ უნდა მოხვდეთ, რომელ ქალაქშიც. ასეთ მაღაზიაში ყველგან გეგონება რომ თქვათ პოპულში ხარ. ანუ პოპული სადაც არ უნდა იყოს, თქვათ. ნუ ხა შეიძლება თქვათ ასე ვერ გძნობთ და ცუდია თუ ვერ გძნობთ, იმიტომ რომ ყველგან უნდა იყოს დარწმული ეს წესი და თუ სადმე არ არის, არ ღვევენ. ყველაფერი იქ რომ შედიხარ შიგ. აი ეს უნდა იყოს სტანდარტული. თვითონ საქონლის განლაგება, საქონლის დასახელება, მომსახურების სახე, ინტერიერი, თვითონაც შიგა მომსახურებები, თავისუფლად იქ რასაც აკეთებენ იმათი ტექნოლოგია. ერთი წუთით სამარკო ნიშანი შეიძლება დამოუკიდებლადაც არსებობდეს, ამის გარეშეც არსებობდეს. ფრანჩიზი მთელ ერთობლიობას გულისხმობს. კიდე ერთხელ გიმეორებთ, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტით. აუცილებლად ეს პროცესი უნდა არსებობდეს. პირველად ჩვენთან ეს სიტყვა შემოყვა ჩვენს პრაქტიკაში პირველად ეს გაჩნდა სადაზღვეო მომსახურების დროს. და იქ პირდაპირ სადაზღვეო ხელშეკრულებაში ეს ტერმინი ახლაც არის გამოყენებული და ყოველთვის არის გამოყენებული. სადაზღვეო მომსახურებები იყო პირველი, რომელიც შემოვიდა ჩვენთან საწყის ეტაპზე, გარედან, თავიანთი აი ჩამოყალიბებული სისტემური ფორმით და ქართულმა კომპანიებმა მიიღეს, იყიდეს უბრალოდ აი ეს უფლება ქართულ კომპანიას ეკეთებია იგივე ოღონდ იმ სტანდარტით, იმ მოთხოვნებით, რაც იყო გარედან და შემოყვა ეს მოთხოვნა და ამ შემთხვევაში იყო ფრანჩიზი ჩადებული პირდაპირ და ხელშეკრულებებში წაიკითხავდით ზუსტად ამ ტერმინს. დღეს ეს მოყვა ძალიან ბევრ საქონლის მიწოდების ფორმას და მომსახურების, სადაც მომსახურების მომსახურებაა, ხო? მომსახურების მიწოდების ფორმას ძალიან ბევრს მოყვება კიდე. თქვენ ახალგაზრდები ძანდებით და მე წინა წლების წინ ჯგუფებში ასე ვეუბნებოდი ხოლმე ახალგაზრდებს. ძალიან ბევრი შესაძლებლობები არსებობს ბაზარზე, უკვე ჩვენ თავბრად ცოტა შეზღუდული იყო რაღაც ჩარჩოებში ვიჯექით და შენი ცოდნა, გამოცდილება, შემოქმედება და ასე შემდეგ რაღაც ჩარჩოში უნდა გქონოდა. დღეს თუ ადამიანს ცოტა ისეთი არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ დღეს ან ისეთი კრეატიული აზროვნება აქვს, ხო? ხო, გვაქვს ჩვენ ამის შესაძლებელი აზროვნება, ანუ შემოქმედებითობა თუ კი ეს შენში ზის და შენი აზროვნება ცოტა ისეთი არ არის და მანდამაც დაშტამპული,
ასეთ დროს ძალიან ბევრი რამის მოფიქრება შეგიძლიათ ახალგაზრდებთან დიდი ხელმისაწვდომობა არსებობს ინფორმაციებზე გახსნილია ყველაფერი ეს და ძალიან ბევრი რაღაც არსებობს სოფლიოში უკვე ჩამოყალიბებული რომელიც კომერციული ნიშნითაც საზოგადოების ინტერესითაც კარგი რაღაცა შეიძლება შემოიტანო და პირდაპირ გახდებ თქვათ აი ეს ბიზნესიც იყოს შენი და შემოქმედებაც. ანუ გაჩნე შენ რა მიმართულება მოგწონს, გინდა უწევ რეკომენდაციას, ანუ გინდა განვითარდეს ის. ბევრი რაღაცა. შეიძლება ჩვენ არ გამოვიგონოთ, არ მოვიცადოთ ამისთვის და ბევრი რამე შემოვიდეს. ჩვენ არ გვინდა გარედან მაინც მოდიან, მაგრამ იცით რა არის? მე არა ვარ წინააღმდეგ იმის, რომ გარედან მოვიდეს ყველაფერი ეს, თუმცა მე მინდა რომ საქართველოში თუნდაც გარედან მოსულს ქართველები აკეთებდნენ და გარედან არ მოყვებოდეს ამას პერსონალი და არ ხდებოდეს ამის პირდაპირ მთელი მოგების გარეთ გატანა. ანუ ადგილზე შეიძლება, ანუ ჩვენ დავხვდეთ როგორც სპეციალისტები, ახალგაზრდები დავხვდეთ ისე როგორც კარგი. და ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი, თორე ჩვენ ყველაფერს ასეთ პატარა ქვეყანა ჩვენ ვერ გამომიგონებთ ყველაფერს და მით უმეტეს ასეთ განვითარებული სოფლიოში ჩვენ ვერ ვიქნებით ლიდერები ამ კუთხით, მაგრამ ჩვენ რასაც შემოვიტანთ და აი ეს ამას სპეციალისტები მაინც არ უნდა შემოყვეს გარედან, ეს მაინც უნდა გქონდეს ჩვენი ადგილზე. მე მით უმეტეს უცებ ჩვენი სპეციალისტები გარეთ არიან გასულები და იქვე რა ხდენენ თავის რეალიზება სწორად. აი ეს არის მნიშვნელოვანი და თქვენ შეიძლება შემოიტანოთ ეს. მიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაციების ძალიან კარგად ცოდნა, ენების ძალიან კარგად ცოდნა, რომ თქვენ ეს რესურსი აითვისოთ და განავითაროთ. მე ამ წუთში ჩემ პროფესიამ მткиვა და ჩემ პროფესიაში მინდა ეს ყველაფერი იყოს კარგად. ანუ ჩვენ რატო უნდა გავხდეთ ბევრი პროფესიონალიც, რატო უნდა ვისწავლოთ ამდენი? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა სახის ბიზნესში ან ჩვენი ბიზნესი რომელშიც ჩვენა ვართ, ის რას გააკეთებს შემდგომში და ჩვენ რა უნდა გქონდეს ბარიერი, ახლა აქამდე ვიცოდო, ამის იქეთ აღარ ვიციო. აი ეს არ უნდა გქონდეს. ჩვენ უნდა მიგვიწვდებოდეს ხელი ყველა ინფორმაციის დამუშავებაზე. ეს არის მთავარი. რატომ გითხარით, თქვენ მომავლის სპეციალისტები უკვე ვეღარ იქნებით შეზღუდული და ვერ იტყვით, ახლა დებეტ კრედიტი ვიცი ბალანს ვაკეთებ. აი ეს არაფერს არ ნიშნავს ბუღალტერიაში. ვინა ხარ თქვენ? რაც ხდება იმ ინფორმაციის ამსახველები. აი ის ურთულესი რაღაცები, რაც დღეს ხდება, ყოველთვის ახალი და საინტერესო, იმას თუ ვერ გაიგებ, ვერაფერს ვერ ასახავ. უპირველეს ყოვლისა უნდა გაიგო. შენც ისე უნდა გებულობდე იმ პროცესებს, რომ ის სწორად ასახო. ამიტომ ბუღალტერი მეტნაკლებად ინჟინერიც არის, ქიმიკოსიც არის, ლაბორანტიც არის, მეცნიერიც არის, ყველაფერია ის, იმიტომ რომ თუ ვერ გაიგო ის რა ხდება, ვერაფერს ვერ ასახავ სწორად. ამიტომ ყველაფერი ეს უნდა გაიგო. ძალიან ზოგადი ისეთი აზროვნება ჭირდება, ძალიან შემოქმედებითი აზროვნება ჭირდება. თან კიდე ამ საწყალ ბუღალტრებს ადგილზე განახებელი კი არავინ არ ყავს. პროცესი მიდის, ხდება მისთვის და შენ ეს უნდა გაიგო და მონაცვლო. მე შენ აზროვნება, შენს ინფორმაციებში უნდა გადაიტანო ეს. ესე იგი რა არისო ფრანჩიზი? ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული სამარკო ნიშნების და სხვა აქტივების სხვაზე ანაზღაურების საფუძველზე გადაცემა, ანუ სხვას ვაძლევ ამას ყველაფერს მე ერთხელ დავჯექი, შევქმენი ეს და თქვენ იცით რაღაცა ისტორიები, ხო თუნდაც მაკდონალდს თავის ისტორია აქვს და ჩვენ ძალიან რო გვემაყება და შევდივართ ეს იქ და გონია რომ აი ჯიბესკელი ადამიანები უფრო შედიან, ხო, იმიტომ რომ ხო ეს პირიქით. ხო, პირიქით ეს ტრაფიკების ობიექტია ყველაზე დაბალ, ღირებული ყველაზე დაბალ ფასიან და ყველაზე ახლა ცუდია ჩემგან ამის თქმა, მაგრამ ყველაზე დაბალ ხარისხიანიც, ამიტომ რომ ხო, ჩვენ ახლა აგერ ორფეხის ნაბიჯზე ასეთი ბაზარი გქონდეს საქართველოში და მივდიოდეთ და იქ მე პირადად არ უწევ ამას რეკლამას და რა ვქნა ბოდიშვიხტი ახლა რო ასეთ განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ მე ჩემი მომავალთაობის ჯანმრთელობა უფრო მეტი მიღირს ვიდრე ვთქვათ იმათი მოგება. ფრანჩიზი ეს არის ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული სამარკო ნიშნების და არა მარტო ამის სხვა აქტივების, სხვაზე ანაზღაურების საფუძველზე გადაცემა მათი პირდაპირი გამოყენების აუცილებლად პირდაპირი გამოყენების პირობით და მიწოდებული საქონლის გაწეული მომსახურების ხარისხის დაცვით. არა მარტო საქმიანობის სახე უნდა იყოს დაცული, არამედ ხარისხი. აი მომსახურების ხარისხი და მიწოდების ხარისხი. სავაჭრო ნიშნები და სახელწოდებები. სავაჭრო ნიშნები და სახელწოდებები. კომპანიების, მათი პროდუქციის სპეციალური დასახელებები კანონმდებლობითაა დაცული სხვა ფირმების მიერ მათი არა სანქცირებული გამოყენებისგან. ესე იგი, არა მარტო საქონლის, ანუ უპირველეს ყოვლისა მოდი აქედან დავიწყოთ. სავაჭრო ნიშანი და საქონლის სახელწოდება. ამ წუთში
სამარკო ნიშნებზეა საუბარი. მაგალითად, რა არის კოკა-კოლა თვითონ? ისე რაც გადავეკიდეთ ამ კოკა-კოლას. ნოკა რა არის ეს? გამაგრილებელი სასმელი, შეუულებრივად დანიშნულება მას აქვს იგივე როგორც აქვს სხვა მაგალითად ლიმონათებს გამაგრილებელ სასმელს. რას ნიშნავს? აი ეს ნიშანი. ეს სახელწოდება. ასე ვთქვათ, ჩვენ ყველას გვაქვს გვარი და გვაქვს სახელი. ხო, რას ნიშნავს? გვარი, ერთგვარი მიმაგნებელი ნიშანია, ხო? ეს არის ამომარჩევს რაღაცა სხვა გვარისგან, მაგრამ სახელი კიდევ უფრო აკონკრეტებს ჩემ იდენტურობას, ხო? ანუ იდენტიფიცირებას ვახდენთ ამითი. მერე კიდე ამის გარდა პირს აქვს თავისი საბუთი, რაღაცა ნომერი აქვს, პირადობა აქვს და ასე შემდეგ და ამ ყველაფრით ერთად ირკვევა ვინ არის ეს პირი. ანუ ხდება პირის იდენტიფიცირება. ახლა ამის მსგავსად ცოტა ისეთი შედარება, მაგრამ მე მინდა ასე შეხედოთ ამ საკითხს, რას ნიშნავს ჩემთვის თარვებზე შემოლაგებული გამაგრილებელი სასმელი. ეს არის ერთი გვარი გამაგრილებელი სასმელი. მაგრამ იქ რომ მე კიდე რაღაცას ვამატებ ამას, ეს არის უკვე მისი სახელი. ანუ რა ხდება ამ სახელით? ამ სახელით ხდება ესე თავს რომ გამოყოფს რაღაცა და გიძახის იქედან. მე ჩვეულებრივად გამაგრილებელი სასმელი კი არა ვარ. მე ვარ ეს, მაგალითად კოკა-კოლა, ფანტა ვარ, თქვათ ნოკა ვარ, აია ვარ. აი ეს ავარ. და რას გეძახის იქედან? იქედან გეძახის იმას, რომ დამიმახსოვრე, მიცანი. და აი სინამდვილეში ეს არის ჩადებული შიგ, როცა ყურადღების მიქცევას ახდენს მომხმარებლისგან, აი ამ საქონელზე, ეს არის საქონლის სამარკო ნიშანი, რომლითაც ხდება მისი დამახსოვრება. მაგრამ ამას რა თქმა უნდა ძალიან დიდი პლუსიც აქვს, მაგრამ ვაი თუ უღალატე, მაშინ იმხელა მინუსი აქვს, რომ შეიძლება, ეხლა მე გამოვიყენე რამდენჯერმე და ხანდახან ჭირდება ეს რომ გამოვიყენო და ესეთ უხეშ შედარებას ვაკეთებ. არ უშველის ნამდვილად, იმიტომ რომ აი მაგალითად რა არის ცოლფრული ურთიერთობა? ყველაზე დიდი მეგობრები არიან მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუ კარგად აეწყო ეს საქმე, მაგრამ ვაი თუ ცუდად აეწყო. ამაზე დიდი მტრები. არასდროს. რატო იცით? ხო, ნუ დაახლოებით ესეთ რაღაცა, იმიტომ რომ შენ თუ გემეგობრება ეს ნიშანი, როგორც მომხმარებელს და არ ღალატობს. შენ რო შედიხარ, შენ უკვე არ აქცევს სხვას არც ყურადღებას და შენ მიდიხარ ერთგული ხარ მისი და ერთგულებას ითხოვს საერთოდ, როცა იდენტიფიცირება ხდება, მაგრამ თუ სწორად არ ესმის ამის ნიშნის დამდებს, რომ აი ის უნდა დაიცვას, ის უნდა შეინარჩუნოს, რაც განაცხადა ამ ნიშნით, იმას არ უნდა უღალატოს. მე ერთხელ თუ შეამჩნია ისმა მყიდველმა, რომ ამ ნიშანმა უღალატა. მე ზუსტად იცის რა არ უნდა იყიდოს. ნიშანი რო არ ქონდეს ამას, შეიძლება შეეშალოს და სხვა შემთხვევაშიც ეს იყიდოს, მაგრამ მე უკვე ზუსტად იცის რა არ უნდა იყიდოს. ანუ დავუშვათ შეიძლება სხვა იმაზე უარესია, მაგრამ აი ამ ნიშანთან უკვე აქვს უარყოფითი განწყობა და მე აი სხვა შემთხვევაში შეიძლება ეს მართლა გაყიდულიყო და უკვე ზუსტად ეს ღალატი აი ამ პროდუქტს აგდებს უკვე ძალიან ცუდ პოზიციაში. ამიტომ თუ კი ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი საქონელი იყიდება ის რომ არ ხდება ნიშანდება ამ კუთხით, ანუ არ ხდება მისი სამარკო ნიშნის შემუშავება. და ალბათ როცა ამაზე მიდის წარმოებელი თუ გამყიდველი, რა თქმა უნდა, მან უნდა იფიქროს იმაზე, არის ამისთვის მზად. და სანამ ამისთვის მზად არ არის, შეიძლება ამან უარყოფითი შედეგი უფრო მეუტანოს მას ვიდრე დადებითი და ამიტომ როცა ამაზე მიდის, ეს ერთგვარი განცხადებაც არის იმისი, რომ მოხდეს მისი სწორად შეფასება და უნდა იყოს მზად ამისთვის. ნიშნის დადება მარტო არ ნიშნავს იმას, რომ მე მზად ვარ იმისთვის, რომ ხარისხი დავიცვა ჩემს მიერ გამომუშავებული პროდუქციის ან ჩემს მიერ შეთავაზებული ბაზარზე პროდუქციის. აქ მეორე მომენტია. შენ არა მარტო შენს მიერ გამომუშავებულის უნდა დაიცვა, არამედ უნდა შეგეძლოს სხვამ არ გამოუშვას ასეთი და აი ამ კუთხით დაიცვა ბაზარი. თუმცა ეს სახელმწიფოს ევალება ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან სერიოზულად ხდება ამის დარღვევა. აი სასმელებში განსაკუთრებით ალკოჰოლიაში თუ ალკოჰოლში.